როგორ ახარ ბავშვებო? კარგად გეშევთ. მეც არ ამეჩნევს, მე აღარ მეყარ. დათუნა და ნინი რა შვებით? სახს უკეთებს ვეღურებს. ვა, რა მაგარია. ანახე? როგორ ხდება აბა ამისნით? ნინელა მენს? ხო. ის ხომ მინდა. ეხლა ეს ჭირები გაუყარეთ და აქ ჩიტები დაჭდებიან. ვეღურები ამ შემთხვევაში. ამით შეიძლება ჩამოიკიდება. აი. ვა, ნახე რა მაგარია. ეს არის შესასვლელი, ხო? აქ დაძდება. ნარჩენებით კიდევ ერთი ძალიან მაგარია, ძალიან მიხარია მე. ფრინველების უმეტესობას ფულ ქვეყნებში მიფრინავს, ხოლო აქ დარჩენილ ფრინველებს ცივი ზამთრის გადატანა მოუწევს. ძალიან მიხარია ნინი ფრინველებს ასე რომ ზრუნავთ, იმიტომ რომ ბეღურებს განსაკუთრებულად უჭირთ ზამთარში და თქვენი დახმარება მართლა ჭირდებათ. დანარჩენი ფრინველები ზამთრობით აქ ვერ ძლებენ და უწევთ გადაფრენა თბილი ქვეყნებისკენ. მათ გადაფრენისას დიდ სირთულეებთან უწევთ შეხება და საერთოდ ძალიან საინტერესოა გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება. მოდი დღეს ვისაუბროთ გადამფრენ ფრინველებზე ბავშვებო და მე ვფიქრობ ერთ-ერთი საინტერესო თემაა და თქვენ ჩვენს გადაცემაში ნახავთ. გაინტერესებთ რომ ფრინველებს უწოდებენ გადამფრენ ფრინველებს. გაიგებთ თუ როგორ იკვლევენ გადამფრენი ფრინველები გზას შორ მანძილებზე ფრენისას. იცით რა არის ფრინველთა სამიგრაციო გზები? და არის თუ არა ასეთი გზები საქართველოში. გაიგებთ რატომ არის მნიშვნელოვანი ჭაობები გადამფრენი ფრინველებისთვის და რატომ არ შეიძლება ჭაობების დაშრობა. გაინტერესებთ რა არის bird watching-ი და პოპულარულია თუ არა ის საქართველოში. იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად ფრინველების ფესტივალზე. შეხვდებით ორნითოლოგს და მოისმენთ საინტერესო ამბებს გადამფრენი ფრინველების შესახებ. ააწყვეთ ჩვენთან ერთად ჩიტის სახლი. დაეხმარეთ ჩიტებს ცივი ზამთრის გადატანაში. რუბრიკა ჯადოსნური თითები. დათნა, იცი, მე პატარაობაში შემოდგომით ჩიტების გუნდისთან ნახვისას ხშირად მესმოდა, რომ აი მიფრინავენ თბილ ქვეყნებში, გამოიზამთრებენ და შემდეგ დაბრუნდებიანო. მაშინ ზუსტად ვერ ვიგებდი ამ ყველაფერს, მაგრამ დადგა დრო, როდესაც დავინტერესდი, თუ როგორ ახერხებდნენ ფრინველები ასეთ შორ მანძილებზე ფრენას. და მოკლედ ძალიან მიხარია, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა სწორედ ამ თემას ეძღვნება. ხო, სკოლის წიგნებში თლეგარ წერია, რომ გაზაფხული მოვიდა, პირველი მერცხალი გამოჩნდა, ბუდია შენა, კვერცხები დაწვა და ასე შემდეგ. ხო, ასეა. მოკლედ ბევრი ვარ გავაგრძელოთ და მეც ჩემი ბავშვობა არ გავიხსენო, მოდი უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ და მინდა გითხრათ, რომ თურმე არსებობს ფრინველების 10,000-მდე სახეობა და მათგან 1800 სახეობა ყოველწლიურად გადაიფრეს შორეულ მანძილს ერთი ქვეყნიდან მეორეში. მათ ეწოდებათ გადამფრენი ფრინველები და გადამფრენი ფრინველების ჯგუფში შედიან მერცხლები, ბატები, იხვები, ესე იგი კიდე არიან ყანჩები, გედები, ვარხვები, წეროები და მე მგონი ის გამოგრჩა გებრიელი ხორცი რო. მწყერი, მართალია. და მწყერიც გადამფრენ ფრინველთა ნუსხაში შედის, ესე რომ ვთქვათ. გადამფრენ ფრინველთა შორის ყველაზე შორ მანძილს არქტიკული თევზიყლაპია გადის. ის არქტიკიდან ანტარქტიდის მიმართულებით მიფრინავს. ანუ თითქმის ერთი ნახევარსფეროდან მეორე ნახევარსფეროში. ასეა. ბავშვებო, ფრინველები სხვადასხვა სიმაღლეზე დაფრინავენ და ძირითადად ეს არის 150-დან 600 მეტრამდე. თუმცა არსებობს მთის ბატი, რომელიც ჰიმალაის გადაფრენისას 6000 მეტრზე მაღლა დაფრინავს, ასე რომ თუ თქვენ თვითფრინავის გზავრობისას გვერდით ჩაგიქროლეთ, ფრინველი არ გაგიკვირდეთ, ეს გახლავთ მთის ბატი. პინგვინები საერთოდ არ დაფრინავენ, მაგრამ როდესაც საბუდარი ადგილებისკენ მიდიან, მრავალ კილომეტრს ზაცურავენ. ასევე სირაქლემა ემუ, რომელიც ავსტრალიაში ბინადრობს, გვალვების დროს ასევე დიდ მანძილებზე მიგრირებს. ბავშვებო, ძალიან საინტერესოა ის, რომ გადაფრენ ფრინველებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები აღწერდნენ. აი მაგალითად არისტოტელე. ის აღნიშნავდა, რომ წეროები ევროპიდან ნილოსის ჭაობებისკენ მიფრინავენ და იქვე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მერცხლები და სხვა ფრინველები ზამთრობით საერთოდ იძინებენ. ხო, ეგრე ეგონათ მე-19 საუკუნეში. მართალია, დათუნა ახლა უკვე ყველამ ვიცით, რომ ფრინველები არათუ იძინებენ, არამედ თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავენ გამოსაზამთრებლად, რადგან ტროპიკებში ყოველთვის საკმარისად თბილა და საკვებიც მუდამ არის მათთვის. ისე რა საინტერესოა, როგორ იკვლევენ ფრინველები გზას? ეხლა ვიგეთ. ფრინველები გზას ძისა და ვარსკვლავების დახმარებით იკვლევენ. კარგად იციან ხმელეთის მოხაზულობა და დედამიწის მაგნიტური ველის ეხმარებათ. ასევე ბავშვებო, ძალიან საინტერესოა ის, რომ გადაფრენი ფრინველები გადაფრენამდე წონაში ძალიან ბევრს იმატებენ. ეს ცხიმი მათი საწავია ხანგრძლივი მოგზაურობის დროს. ვიცით, რომ ფრინველები გადაფრენისას სამიგრაციო გზებს მიყვებიან. მოდი ნახოთ ვიდეო, რა არის სამიგრაციო გზები და არის თუ არა ესეთი გზები საქართველოში. ფრინველები გადაფრენისას სამიგრაციო გზებს მიყვებიან. ამ გზებს მეორენაირად დერეფნებსაც უწოდებენ.
ფრინველების სამიგრაციო გზები საქართველოშიც გადის. ერთ-ერთი ასეთი გზაა შავი ზღვის სანაპირო. ეს უმნიშვნელოვანესი დერეფანია 100,000-ობით გადამფრენი ფრინველისთვის. ჩრდილოეთიდან გადმოფრენილ ფრინველებს წინ კავკასიონის მაღალი ქედი ეღობებათ. აქვეა შავი ზღვაც. ღია ზღვაში და მაღალ მთებში ხანგრძლივად ფრენა ფრინველებსაც უჭირთ, რადგან ამ დროს დასასვენებელ ადგილებს ვერ პოულობენ. შავი ზღვის სანაპირო კი სწორედ ის ვიწრო გასასვლელია, სადაც გადამფრენი ფრინველები თავს იღრიან, ისვენებენ და საკვების მარაგს ივსებენ. ამ გზას ყოველწლიურად გადაიფრენ ჩრდილოეთი და სამხრეთისკენ მიმავალი უამრავი ფრინველი. საქართველოში გადაფრენისას ფრინველები კოლხეთის ჭაობებში ჩერდებიან. ზოგი მათგანი იქ იზამთრებს კიდეც. საქართველოში ფრინველების გადაფრენის მეორე სამიგრაციო გზა ჯავახეთის ზეგანზე გადის. ჯავახეთის ტბები ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი ადგილებია. გადაფრენის დროს ამ ტბებზე 30,000 ფრინველი ჩერდება. აქ ისეთ ფრინველებსაც შეხვდებით, რომლებიც გადაშენების პირას არიან. როგორც ხედავთ, ფრინველთა სამიგრაციო გზებზე აუცილებლად უნდა იყოს ჭაობები, ტბები და ზღვის სანაპიროები, სადაც ისინი შეძლებენ დასვენებას და საკვების მოპოვებას. გადამფრენი ფრინველების დასვენებისა და გამოზამთრების ადგილების განადგურება, მაგალითად სანაპირო ჭაობების დაშრობა, დიდ საფრთხეს უქმნის ფრინველებს. ძალიან საინტერესო ვიდეო ვნახეთ. ახლა უკვე ყველა მიცის, რომ ფრინველებს გადაფრენისას აუცილებლად ჭირდება დასვენება, ხო? სწორედ ამიტომ მათი სამიგრაციო გზები გადის ჭაობებზე, ტბებზე და ზღვის სანაპიროებზე, სადაც ისინი ახერხებენ როგორც საკვების მოპოვებას, ასევე დასვენებას, არა ნინი? კი, გიორგი, ასეა. ჩვენ ვიცით, რომ გადამფრენი ფრინველები შორ მანძილებზე დაფრინავენ. გზად რამოდენიმე სახელმწიფოს გადაიფრენენ და ბუნებრივია რომ იღლებიან კიდევაც. სწორედ ამიტომ აუცილებელია არსებობდეს ისეთი ადგილები, სადაც ისინი შეისვენებენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკვებს მოიპოვებენ. სწორედ ასეთი ადგილებია ჭაობები, ტბები და სხვა ჭარბტენიანი ადგილები. საქართველოში ფრინველების გადაფრენა შეიძლება კოლხეთის ჭაობებზე დავაკვირდეთ. იქ შემოდგომაზე ბევრი ფრინველი იყრებს თავს და ზოგი ფრინველი დასვენებასთან ერთად იზამთრებს კიდევაც. რატომ შენახსენებ ფრინველებზე დაკვირვება და ბავშვებო, მინდა გითხრათ, რომ ფრინველებზე დაკვირვება იგივე bird watching-ი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, ათასობით ტურისტი აკვირდება ფრინველებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მათ შორის საქართველოშიც და ბათუმში უკვე რამოდენიმე წელიწადია ტარდება ბათუმის ფრინველების ფესტივალი. ეს ფესტივალი წელს 3 სექტემბერს დაიწყო და 6 დღე გაგრძელდა, სწორედ ამიტომ ჩვენს გადავწყვეტეთ ფრინველებზე დაკვირვება და ვეწვიეთ ბათუმს და მინდა გიჩვენოთ ძალიან საინტერესო სიუჟეტი, რომელიც ჩვენ ერთად მოგიმზადეთ. ნახოთ სიუჟეტი. ბატონო ბრეხტ, ბავშვებს რა აუხსნათ, რა მისით ჩამობრძანდით აქ ბათუმში და ვთქვათ, რომ რატომ არის განსაკუთრებული ეს ადგილი. აქ მტაცებელი ფრინველების მიგრაციის შესასწავლად ჩამოვედი. ვაკვირდები არწივებს, შევარდნებს და სხვა მტაცებელს. ბათუმი იმიტომ ავირჩიე, რომ გადაფრენისას აქ უამრავი მტაცებელი ფრინველი იყრის თავს. მათ არ სურთ ზღვის გადაფრენა, კავკასიონის გადალახვა ძალიან უჭირთ და ამიტომ აი ამ ვიწრო დერეფანში მოფრინავენ. აქ ერთ დღეში შეიძლება 100,000 ფრინველი ნახოთ. და რო ვთქვათ, რომელი ქვეყნებიდან მოფრინავენ გადამფრენი ფრინველები და საით მიფრინავენ აი ამ დერეფნის გავლით. ზოგი სახეობა რუსეთის ტყეებიდან მოფრინავს, ზოგი კი ყაზახეთის სტეპებიდან. სტეპის ფრინველები საქართველოსა და ისრაელის გავლით საჰარას უდაბნოს სამხრეთ რეგიონებში მიფრინავენ. სახეობები, რომლებიც ტყეებიდან მოფრინავენ, აფრიკის ტროპიკულ ტყეებში იყრიან თავს. არსებობენ ისეთი სახეობებიც, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში იზამთრებენ, თუმცა გადამფრენი ფრინველების უმეტესობა აფრიკაში მიფრინავს. ვიცით, რომ ტურიზმის ეს სახეობა bird watching-ი ძალიან პოპულარულია ამერიკასა და ევროპაში, რასაც ვერ ვიტყოდით საქართველოზე. თუმცა თანდათან რამდენადაც ჩვენ ცნობილია, მატულობს ამ მხრივ ადამიანთა ინტერესი და აი რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით. ფრინველებზე დაკვირვება, ანუ bird watching-ი ევროპაში ძალიან პოპულარული ჰობია. იქ ფრინველებით მეცნიერებთან ერთად ჩვეულებრივი ადამიანებიც ინტერესდებიან. ისინი ყოველ შაბათ-კვირას გადიან ბუნებაში და ფრინველებს აკვირდებიან. bird watching-ი განსაკუთრებულად მოსწონთ ბავშვებს. ფრინველთა უნიკალური მიგრაციის გამო საქართველო ძალიან საინტერესო ადგილია ასეთი ადამიანებისთვის. მოვუწოდებ ქართველებს მოვიდნენ აქ, მოიყვანონ ბავშვები და ნახონ თუ რა მშვენიერი და საინტერესო არსებები არიან ეს ფრინველები.
ჩვენ გვაქვს ბავშვთა საზაფხულო ბანაკები, მოვიცავთ 10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს. მათ უტარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგები, სემინარები, ლექციები საინტერესო პედაგოგების ჩართულობით. ძირითადად ჩვენ ვიწვევთ პედაგოგებს უცხოეთიდან, ანუ შერეული ჯგუფი ყავს პედაგოგების. თუ კი არის დავუშვათ 3 უცხოელი პედაგოგი მოწვეული, ამავდროულად ყავს 3 ქართველი პედაგოგი ადგილობრივი საჯარო სკოლებიდან. ასეთნაირად ჩვენ ხელს უწყობთ პედაგოგების გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლას. ტარდება საგანმანათლებლო ღონისძიებები უშუალოდ ფრინველებზე დაკვირვების კუთხით, გარემოსა და ველური ბუნების კონსერვაციის კუთხით, თუ როგორ დავიცვათ ველური ბუნება, თუ როგორ შევუწყოთ მის შემდგომ განვითარებას ხელი. ეს ხელსაწყო ქარის სიჩქარეს ზომავს. ასევე გვიჩვენებს სიმაღლეს ზღვის დონიდან და ატმოსფერულ წნევას. ეს მონაცემები ამ ჟურნალში იწერება. ჩვენ აგრეთვე ვაკვირდებით მთებს, ზღვას და ვაფასებთ თუ რამდენად მოღრუბლულია ეს ადგილები. ეს ყოველივე ზეგავლენას ახდენს ფრინველების მიგრაციაზე და ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი კვლევებისთვის. როდესაც საზე ფრინველს ვხედავთ, ამ დურბინით ვაკვირდებით. ეს საშუალებას გვაძლევს ფრინველი 10-ჯერ უფრო ახლოს დავინახოთ, დავაკვირდეთ და ამოვიცნოთ თუ რომელი სახეობაა. უფრო მეტიც, შეგვიძლია გავიგოთ ბარტყია თუ ზრდასრული ფრინველი. ეს ტელესკოპია. ამ ტელესკოპს შეუძლია 3-ჯერ მოაახლოოს ობიექტი, ანუ ჩიტი, რომელიც ძალიან შორს არის. ამ მოწყობილობით ფრინველებს სახეობების მიხედვით ვითვლით. ანუ ადვილად ვიგებთ, რამდენმა მიმინომ ან არწივმა გადაიფრინა დღეს ჩვენ თვალს. თითო დაწყაპუნება 1 ინდივიდს ნიშნავს, 3 დაწყაპუნება 3 და ასე შემდეგ. ამ ინფორმაციას 5 წუთში ერთხელ ცენტრალურ კომპიუტერს ვაწვდით, რომელთანაც ფილიპი მუშაობს. სეზონის ბოლოს კი შეგვიძლია დავითვალოთ, სულ რამდენმა ფრინველმა გადაიფრინა ამ ტერიტორიაზე. ასეთ დაკვირვება აქ ყოველწლიურად მიმდინარეობს. ჩვენ უკვე მე-6 ვართ ბათუმში და 2 თვის მანძილზე ვაკვირდებით ფრინველებს. შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომელი სახეობის რაოდენობა იკლებს და რომელი მათგანი მრავლდება. ასევე შეგვიძლია დავადგინოთ, თუ რომელმა ფრინველმა შეიცვალა მარშრუტი და აღარ დაფრინავს ბათუმის გავლით. როგორც ხედავთ, ბევრ საინტერესო რამეს ვიგებთ ამ ფრინველების შესახებ. ძალიან შთამბეჭდავი სიუჟეტი ვნახეთ, არა? ძალიან საინტერესოა. მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთებოდით. არ მეგონა ასეთი რაღაცების თუ ხდებოდა. მომავალ წელს აუცილებლად გაგეგებინებთ, ყველა ერთად წავიდეთ. ამიტომაც თუ წელიწადის ამ დროს ჭაობებში ფოტოაპარატით და ჭოგრიტებით შეიარაღებულ ტურისტებს გადააწყდებით, არ გაგიკვირდეთ. ისინი აქ ფრინველებს აკვირდებიან და როგორც უკვე გიორგი მახსენა, ტურიზმის ამ სახეობას bird watching ქვია. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ იცით რა მინდა შეგახსენოთ. წელიწადის ამ დროს ვინ აქტიურდება? ბრაკონიერი. მართალია, ბრაკონიერები უკანონო ნადირობისას დიდ საფრთხეს უქმნიან გადამფრენ ფრინველებს. დათუნა ნამდვილად, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე გადამფრენი ფრინველებისთვის მათი დასვენების და გამოზამთრების ადგილების განადგურებაა. აი მაგალითად ჭაობების დაშრობა. ამ დროს გაცილებით მეტი ფრინველი იღუპება. მართალია. ბავშვებო, როგორც უკვე ვახსენეთ, ფრინველები ძალიან დიდ მანძილებზე მიგრირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალ სახელმწიფოს გადაუფრენენ, ხო ესეა? ამიტომ გადამფრენი ფრინველების დაცვა საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია და სწორედ ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს რამოდენიმე საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც ეხებოდა გადამფრენი ფრინველების დაცვას და მე მინდა გიჩვენოთ სიუჟეტი ამ თემასთან დაკავშირებით. საინტერესოა, ვნახოთ ვიდეო. გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით სახელმწიფოებმა რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მათგან ერთ-ერთია კონვენცია ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის შესახებ მთელ მსოფლიოში. ეს ხელშეკრულება ირანის ქალაქ რამსარში 1971 წელს მიიღეს. ამ შეთანხმებით სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიებზე იცავენ იმ ადგილებს, სადაც გადაფრენისას ფრინველები ისვენებენ და იზამთრებენ. საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები. 1995 წელს სახელმწიფოებმა კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ხელშეკრულება აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ. ხელშეკრულების მიზანია ისეთი ფრინველების დაცვა, რომლებიც დამოკიდებული არიან ჭარბტენიან ადგილებზე.
ასეთი ადგილების შენარჩუნება სამიგრაციო გზებზე მდებარე ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ძალიან საინტერესო ვიდეო ვნახეთ, მე ვფიქრობ, ბევრი რამე გაიგეთ. გიო, ნახე რა მაქვს. აბა რა. ამას ფრინველებზე დაკვირვებაში იყენებენ. ხო არის ზუსტად როგორ? მანახე, ესე იგი, ეს ამას იყენებენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის? არ ვიცი. მაყურებელსაც ვაჩვენოთ. რა აწერი, რაღაც ციფრები აწერია. მანახე? თარიღი მე მგონი არ უნდა იყოს ეს. კარგი, მოდი, სტუმარი მოვიდა ჩვენთან და მას ვკითხოთ ის აგვიხსნეს რა არის. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია ორნითოლოგი ბატონი ზურაბ ჯავახიშვილი. მოგბრძანდით ბატონო ზურაბ. გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობათ ბავშვებო. როგორ ახართ? გამარჯობათ. აი, მათხოვება. ბატონო ზურაბ, აი დათუნა მოგვაწოდა რაღაც რგოლი, რომელზეც თქვა რომ ფრინველებზე დასაკვირვებლად იყენებენო და მე მაგვიხსნათ რა. მართლაც ეს არის ალუმინის რგოლი, რომელსაც იყენებენ ფრინველებზე დასაკვირვებლად. კონკრეტულად კი გადაადგილებების შესასწავლად ფრინველების იჭერენ ფრინველებს და შემდგომ მას ფეხზე ადებენ აი ესეთი ტიპის რგოლს. ყველა სხვადასხვა სახეობის ფრინველს გააჩნია თავისი რგოლი, ასე ვთქვათ, თავისი ზომის, თავისი ფორმის რგოლი და ასევე წარწერა, რომელიც თქვენ ნახეთ წეღან, ეს წარწერა არის ინდივიდუალური, მხოლოდ ამ ფრინველს აქვს ეს ნომერი, ასე ვთქვათ, მიცემული და შემდგომ ვინმე თუ დაიჭირა ეს ფრინველი, ისევ დარგოლილი, რომელიც უკვე დარგოლეს, ხო? თუ ვინმე დაიჭირა, შეუძლია არის ესეთი ორგანიზაცია EURING-ი, რომელიც ევროპაში, ასე ვთქვათ, მთელ დარგოლვის სქემებს აერთიანებს, მთელი ყველა ქვეყნისათვის და აქ თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ ამ რგოლის შესახებ ინფორმაცია და იქიდან თქვენ მოგივათ ასე ვთქვათ, წერილი იმის შესახებ თუ რა ფრინველს გაუკეთეს, როდის გაუკეთეს ეს რგოლი, რა ადგილას გაუკეთეს და ასე შემდეგ. და ასევე თქვენგან მიიღებენ ისინი ინფორმაციას თუ თქვენ სად დაიჭირეთ ეს ფრინველი, რათა შეისწავლონ ასე ვთქვათ, გადაფრენების გზები მაგალითად ამ ფრინველების, ხო? ეს არის ასევე იყენებენ განსხვავებული ტიპის რგოლებს, რომელიც არის ფერადი. ამ ფერად რგოლებს იყენებენ სხვა მიზნით. და მიზანი არის რომ ინდივიდუალურად გაარჩიონ ფრინველი შორიდან ბინოკლით დაკვირვების დროს. ამ შემთხვევაში შეისწავლიან მაგალითად ტერიტორიას როგორ გამოიყენებს ფრინველი, მაგალითად საბუდრად როცა მიფრინავს, ხო? გადაფრენებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ფერადი რგოლებით გამოკვლევა. მაგრამ ტერიტორიის შესასწავლად და ასე რა ქვია, როგორ იქცევა ქცევების შესასწავლად იყენებენ ფერად რგოლებს. რატომ ხდება ფრინველთა მიმოფრენა წელიწადში ორჯერ? მრავალ მიზეზს, ასე ვთქვათ, ფიქრობენ, რის გამოც ხდება ფრინველების გადაფრენა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ საკვების სიმცირის გამო იძულებულნი არიან რომ გადაინაცვლონ უფრო სამხრეთით, სადაც უფრო თბილა და საკვები მრავლად არის მთელი წლის განმავლობაში. და შემდგომ ეს ფრინველები, როდესაც ზამთრობა, ასე ვთქვათ, თავრდება და გაზაფხული დგება ჩრდილოეთში, უკვე გამოთბება იქაც, შემდგომ ეს ფრინველები უკან ბრუნდებიან თავის გასამრავლებელ, ასე ვთქვათ, ტერიტორიას, სადაც მრავლდებიან ისინი. ყველას გვინახავს, ხო, ფრინველების გადაფრენისას ისინი ზოგიერთი სახეობა განსაკუთრებულ ფორმას იღებს. ეს არის დაახლოებით ლათინური ვეასობგერის ფორმა აქვთ მათ. აი ეს რისი გამოხატულება რამეს ნიშნავს მათი მხრიდან თუ? ამ ფორმას ისინი იღებენ იმისთვის, რომ უფრო ადვილად გადაადგილდნენ ჰაერში, იმიტომ რომ წინა ფრინველი ჭრის ჰაერს, ასე ვთქვათ, უკანა ფრინველისთვის და შესაბამისად უკანა ფრინველისთვის უფრო ადვილი არის ფრენა, იმიტომ რომ ერთმანეთს ეხმარებიან გადაფრენებში. შემდგომ წინა ფრინველი, რა თქმა უნდა, ის არის, ასე ვთქვათ, ჰაერის გამჭრელი და ის ფრინველი დროთა განმავლობაში იცვლება, ის გადადის უკან და სხვა ფრინველი გადმოდის, ინაცვლებს წინ და ესე ინაცვლებიან ერთმანეთს და უადვილებენ, ასე ვთქვათ, უკანა ფრინველს ფრენას შესაბამისად. რას ისტრაფით დაფრინავენ გადაფრენი ფრინველები, რომ ასე შორ მანძილებზე მიგრირებას ასწრებენ? მათ შეუძლიათ დღეში რამოდენიმე ასეული კილომეტრი გაიფრინონ და ინდივიდუალურად ყოველ სახეობების მიხედვით არის განსხვავებული, ასე ვთქვათ, 100 კმ/სთ-ის სიჩქარით მიფრინავენ ფრინველები, ხშირ ბევრი სახეობა, რომელსაც შეუძლია 100 კმ/სთ-ის. ბატონო ზურაბ, ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ფრინველების გადაფრენის გამომწვევი ორი ძირითადი მიზეზია საკვები და კლიმატის ცვლილება და კიდევ ხომ არის რაიმე მიზეზები? მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ფრინველებს იზიდავთ ჩრდილოეთში ის, რომ დღე არის ძალიან გრძელი ზაფხულში.
რაც უფრო ჩრდილოეთით მიფრინავთ, უფრო გრძელი არის დღე და ამათ აქვთ უფრო მეტი ფრინველებს აქვთ უფრო მეტი დრო, რომ ყვებონ თავისი ასე ვთქვათ ბარტყები, ხო? ასევე არის ის, რომ ჩრდილოეთით უფრო ნაკლები მტაცებლები არიან, ვიდრე რაც უფრო ჩრდილოეთით მიდიან, უფრო ნაკლები მტაცებლები არიან, ვიდრე სამხრეთით, სადაც სულ თბილი ასე ვთქვათ გარემოა. თუ არის ესეთი შემთხვევა, რომ დაიკარგოს ფრინველი, თქვათ, რომელიმე ფრინველი, რომელიმე სახეობა. რა თქმა უნდა, არის ესეთი შემთხვევები. ამას თავისი ისიც კი დაარქვეს მეცნიერებმა, ქარწაღებულობას ეძახიან, ასე ვთქვათ, ამას, იმიტომ რომ გადაფრენების დროს ხშირად ჯგუფის წევრები არ ეძებენ? არა, ჯგუფის წევრები აგრძელებენ ძებნას, ასე ვთქვათ, ვერ დაუწყებენ. როგორც წესი, ხომ თვითონ ჯგუფები იკარგებიან მთლიანად, იმიტომ რომ ძირით ქარწაღებულობაც იმიტომ დაარქვეს, რომ ოდესაც დიდ ოკეანეებს გადაიფრენენ, ხშირად არის რომ ქარიშხალში ყვებიან, ან რაღაც ესეთი და მიაქვს ამ ქარიშხალს აცილებს თავის იმას რა ქვია, მიგრაციის გზას და ასე ხშირად არის ყოველ წელს ხდება ევროპული სახეობის ფრინველები, მაგალითად ამერიკაში და ამერიკული სახეობის ფრინველები ასევე ევროპაში. ანუ ჩიტები ესე კი ერთგულებით არ გამოირჩევიან, ხო? ერთმანეთისადმი. ხო, შეიძლება ითქვას. აი ზოგადად ჩვენც ვიყავით ახლა ბათუმში ფრინველების ფესტივალზე, სადამკვირვებლო წერტილი არის ეს სახალვაშოში და ისე მოხდა იქ რომ ვისაც გავესაუბრეთ სხვა დამკვირვებლებს ახსენეს რომ ძალიან დიდი ხანია ელოდებიან ამ გადამფრენ ფრინველებს. ანუ აი ამ პერიოდს რატო აყოვნებენ თქვათ ეს ფრინველები? ამის გამომწვევი მიზეზი რა არის? ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე დამოკიდებული ამინდზე, ასე ვთქვათ, ამინდის ფაქტორებზე. შეიძლება იქ იყოს რაღაც ქარიშხალი ან ჭექა ქუხილი ან რამე, მაშინ ეს ფრინველები სხედან და ასე ვთქვათ, ისვენებენ და ელიან, როდესაც გამოიდარებს, რომ გამოფრინდნენ მერე. მე მაინტერესებს, რომელი ფრინველი არის ყველაზე სწრაფი გადამფრენ ფრინველებს შორის? ნუ ყველაზე სწრაფი არის ძნელი სათქმელი, რომელი არის. როგორც ვთქვით, შევარდნები დაფრინავენ ძალიან ჩქარა, მაგრამ ყველაზე სწრაფები არიან, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფები ფრინველებში არიან შევარდნები. მაგრამ შევარდნები თავისთავად ყველაზე სწრაფი გადამფრენები არ არიან. ანუ ყველაზე სწრაფი გადამფრენი ნიშნავს ალბათ, რომ რამდენად ჩქარა მიიფრენს, საიდანაც გამოფრინდა იქიდან იმ ადგილამდე, სადაც უნდა გამოიზამთროს, ხო? და ეს რთული, ასე ვთქვათ, სათქმელია, რომელი ფრინველი იქნება ყველაზე სწრაფი. შეგვიძლია ვთქვათ, რომელი ფრინველები არიან ყველაზე სწრაფი სიჩქარეს, რომელიც ანვითარებენ, მაგრამ გადაფრენების დროს რთული არის, ასე ვთქვათ, მაგის თქმა. რაც გვეტყვით ბათუმის დაბრის საერთაშორისო მნიშვნელობაზე? მსოფლიოში სულ რამოდენიმე ცნობილი ადგილი არის მსგავსი, ასე ვთქვათ, მასშტაბების. არის ვერაკრუზი, მექსიკაში, ესეთი ქალაქი, სადაც 10 მილიონამდე ფრინველი ძალიან ყველაზე დიდი ადგილი არის. არის ელატი ისრაელში, სადაც რამოდენიმე მილიონი ფრინველი გადაიფრენს და შეიძლება ითქვას, რომ მესამე სიდიდით არის ბათუმის სამიგრაციო კორიდორი, ძაფრსაც ეძახიან ხოლმე ამას. მტაცებელი ფრინველებისთვის არის ასევე ბოსფორზე გადაფრენის ადგილი, რომელიც გაცილებით მცირე არის, ასევე არის გიბრალტარის გადაფრენის კორიდორი, ასევე ისიც მცირეა მათ შედარებით, რა თქმა უნდა, ბათუმთან. ისე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო მასშტაბის, ასე ვთქვათ, ადგილი არის. მე ვიცი, რომ ზოგიერთი ფრინველი მოკლე მანძილზე მიგრირებს, ზამთარში მთიდან ბარში ჩამოდის და ზაფხულში ისე მთაში ბრუნდება და ასეთ ფრინველებსაც გადამფრენები ეწოდებათ. როგორც წესი, ასეთ ფრინველებს ხოლმე არ უწოდებენ გადამფრენ ფრინველებს, ნომადობას უწოდებენ ამ თაბარობას, როდესაც მაგალითად ფრინველები, რომლებიც ბუდობენ მთაში, იმის გამო რომ ზამთარი დადგება, ჩამოდიან ქვემოთ ბარში, ასე. რა ფრინველებია ბარემ რო თქვა? ესეთი ფრინველების ბევრი სახეობა არის, აი მაგალითად საქართველოს მაგალითზე რო ავიღოთ, არის ასეთი ფრინველი, სკვინჩა მაგალითად შეიძლება გაგიგიათ კიდეც. ესეთი ფრინველი, პატარა ფრინველი არის, რომელიც ბუდობს მთის ტყეებში ჩვენთან და დაბლობშიც ბუდობს მათ შორის. მაგრამ ის ფრინველები, რომლებიც მთის ტყეებში ბუდობენ, ისინი ზამთარში ჩამოდიან და დაბლობში ეძებენ საკვებს. ასეთივე არის ასევე მრავალი სახეობის მტაცებელი ფრინველი, შეიძლება მიმინოები იყვნენ, მაგალითად ესენი ან ქორები, რომლებიც მრავლდებიან ისე მთის ტყეებში, მაგრამ იმის გამო რომ ზამთარი შეიძლება ძლიერი, ასე ვთქვათ, თოვლიანი იყოს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფრინველები ხშირად ჩამოდიან და ბარში ცდილობენ რომ მოიპოვონ საკვები. თქვენ ის რომ წელიწადში გადამფრენი ფრინველი რამოდენიმე ჭირდებს კვერცხს. ზოგი. და თქვათ ერთხელ დადო კვერცხი. მერე მეორე ჯერ დადო და მერე ვეღარ მოასწრო იმ კვერცხმა გამოჩეკვა ზამთრამდე. და მოვიდა ზამთარი და ის კვერცხი კიდე გამოსაჩეკია. მაშინ როგორ მოიქცეო ფრინველი? ხო, ესე იგი ეს აი მაგალითისთვის არის საქართველოში ესეთი ფრინველი, მწყერი, ალბათ ყველას გაგიგიათ ეს ფრინველი.
წერი მოფრინავს ჩვენთან დაახლოებით აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში და იწყებს ბუდობას. ხო? იწყებს ბუდობას და იწყებს გამოყვანას რამოდენიმე ბუდობის, რამოდენიმე ჯერდებს კვერცხს. და ასე ვთქვათ, სადღაც ივლისის ბოლოსთვის ამთავრებს ბუდობას აგვისტოს დასაწყისში და შემდგომ მიფრინავს უკვე სექტემბრის მეორე ნახევარში მიფრინავს თბილ ქვეყნებში. რამოდენიმეჯერ ასწრებენ. თუ არის შემთხვევა, რომ გვიან მოუწია ამას დადება კვერცხის, ხო, მაშინ არის შემთხვევები, როდესაც გადაფრენა უკვე დაიწყება, მაშინ ესენი ანებებენ თავს, ასე ვთქვათ, ამ ასე ვქვია, კვერცხებს და მიფრინავენ. ან თუ უკვე გამოჩეკილი არის ბარტყები, მაშინ არის შემთხვევები, როდესაც რამოდენიმე მათგანი რჩება კიდეც ადგილზე, იმის გამო რომ ვერ მოასწრო გამოჩეკა ბარტყების, ასე ვთქვათ, ვერ მოასწრო გამოზრდა ბარტყების დაფრენამდე. ან შეიძლება მშობელი გაფრინდეს და დატოვოს ბარტყები. ხო, და ისინი მე დადიან თავისთვის ეძებენ საკვებს. კიდე ერთი შეკითხვა, ბავშვობაში სულ მესმოდა, რომ 300 წელი ცოცხლობდა ყვავებიო და რას გვეტყვი ამას? ეგეც მითი არის, ასე ვთქვათ, ყვავები 300 წელი არ ცოცხლობენ. დაახლოებით 30 წელი ცოცხლობენ, ანუ 10 ჯერ აკლებს. რამდენი 30? 30 დაახლოებით. 1-0 მოუმატეს, ხო? 1-0 მოუმატეს. ვიცით რომ ძალიან ელოდებით, ამიტომ ჩვენს ეთერში ჯადოსნური თითების დროა. მალე ზამთარი მოვა. თბილად ყოფნა ჩიტებსაც ხომ სჭირდებათ. ამიტომ დღეს ჩვენ ნარჩენი ნივთებით ჩიტების სახლს და საკენკის ჩასაყრელს ავაწყობთ. უმჯობესია თუ მათი აწყობისას მშობლებს ან უფროს და-ძმებს დავიხმართ. ამისთვის დაგვჭირდება რძის ცარიელი ყუთი, ძაფი, მშრალი წებო, მაკრატელი, 2 ცალი ჩხირი, ფლომასტერი, დანა, ფერადი ქაღალდები და ძველი ჟურნალის ფურცლები. პირველ რიგში დავიწყოთ სახლის აწყობა. ავიღოთ ჟურნალის ფურცლები და ყუთის ზომაზე გამოვჭრათ. შემდეგ ყუთს წაუსვათ მშრალი წებო და გარშემო ჟურნალის ფურცლები შემოვაკრათ. აი ასე. ახლა გავაკეთოთ სახლის სახურავი. ავიღოთ ვარდისფერი ფურცელი. დავადოთ ყუთს ზემოდან და ზუსტად ამ ზომაზე გამოვჭრათ. შემდეგ ფურცელი გადავკეცოთ და შუაზე გავჭრათ. გამოჭრილი ფურცლები ყუთის ზედა ნაწილს დავატოლოთ და კვლავ გადავკეცოთ. აი ასე. ნაკეცებზე წაუსვათ წებო და ყუთს ზემოდან დავამაგროთ. სახლის სახურავი მზად არის. ამის შემდეგ სახლს შესასვლელი გავუკეთოთ. ყუთზე ფლომასტრით მოვხაზოთ რგოლი და ამოვჭრათ. აი ასე. თუ რგოლი ცუდად მოგვეჭრა, შეგვიძლია გავალამაზოთ. ავიღოთ ვარდისფერი ფურცელი, გამოვჭრათ მრგვალი წრე, აი ასეთი ფორმის და დავაწებოთ შესასვლელს. ახლა ყუთი ორივე მხარეს ჯერ ქვემოთ, შემდეგ კი ოდნავ ზემოთ დანით გავჭრათ და ჩხირები გავუყაროთ. დროა სახლს ჩამოსაკიდებელი გავუკეთოთ. ამისთვის გავხრიტოთ სახურავი, გავუყაროთ ძაფი და შევკრათ. აი ასე. ჩიტების სახლი მზად არის. ჩიტებს საჭმელიც ხომ სჭირდებათ. ამიტომ მოდით ახლა მათთვის საკენკის ჩასაყრელი მოვამზადოთ. ამისთვის დაგვჭირდება 1 პლასტმასის ბოთლი, 2 ცალი პლასტმასის კოვზი, ძაფი, დანა, მაკრატელი, ფერადი ფურცელი და ხორბალი. ქვედა ნაწილში ერთ მხარეს მაკრატლით ამოვჭრათ სამკუთხედი. იგივე გავიმეოროთ ზედა ნაწილშიც. აი ასე. ეს იმისთვის გვჭირდება, რომ ხორბლის ჩაყრისას მარცვლები ადვილად გადმოიყაროს კოვზის ზედაპირზე. შემდეგ ამ ჭრილებში ჯვარედინად გავუყაროთ კოვზები. აი ასე. ახლა ავიღოთ ფერადი ფურცელი. გადავახვიოთ. მოვაჭროთ ძირი, დავამაგროთ ბოთლს ზემოდან და ჩავყაროთ ხორბალი. ამის შემდეგ გავაკეთოთ ჩამოსაკიდებელი. ბოთლს თავზე ძაფები მოვაბათ. დავახუროთ სახურავი და შევკრათ. აი ასე. ჩიტის საკენკიც მზად არის. ახლა შეგვიძლია სახლი და საკენკი ჩვენს ეზოში ხეზე ჩამოვკიდოთ და ჩიტებს ცივი ზამთრის გადატანაში დავეხმაროთ. და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ძველი ან გაფუჭებული ნივთების ხელახლა გამოყენებით ჩვენ შევამცირებთ ნარჩენებს და დავეხმარებით გარემოს. მომავალ ჯადოსნურ თითებამდე გემშვიდობებით. მე მგონი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი ავაწყოთ. ამიტომ ყველას მოგვიწოდეთ არ დაიზაროთ და აუწყოთ ჩიტებს სახლები. კი, ბეღურებს ნამდვილად ჭირდება თითოეული შეკვენის დახმარება ზამთარში. ტყეებსა და ჭაობებში სიარულისას ნუ იხმაურებთ, რადგან შეიძლება ფრინველები დააფრთხოთ. არ დაკრიფოთ კენკროვანი მცენარეები მთლიანად,
რადგან ეს მცენარეები ფრინველების საკვებია. სახლთან ახლოს მოაწყვეთ ჩიტების ბუდე და დაეხმარეთ მათ ცივი ზამთრის გადატანაში. გაუფრთხილდით ფრინველების ბუდეებს. თუ სადმე ბეჭედ მობმულ მკვდარ ფრინველს იპოვით, აუცილებლად შეატყობინეთ შესაბამის სამსახურს. თუ სადმე ჩამოვარდნილი ბარტყი შეამჩნიეთ, დააბრუნეთ თავის ბუდეში. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ყოფილ ხართ თუ არა ოდესმე დამკვირვებელი, ან თუ ყოფილ ხართ, როგორ ელოდებით ჩიტების გამოფრენას, რა ემოციება გაქვთ ამდენი? მე ერთობლივად რომ გადმოიფრენს ამდენი ჩიტი, ხო? საინტერესოა. დიახ, საკმაოდ საინტერესო არის ზოგადად ჩიტებზე დაკვირვება, ფრინველებზე დაკვირვება, ფრინველები არიან ყველაზე ესეთი ფერადი, ასე ვთქვათ, ყველაზე ხმაურიანი ზოგადად არსებები, ცხოველები. და ეს მათზე დაკვირვება არის ძალიან საინტერესო და ყველას ურჩევს საერთოდ ბავშვებსაც რომ გავიდნენ გარეთ ყოველთვის და შეეცადონ ხოლმე რომ ფრინველებს დაინახავენ, გაარჩიონ ერთმანეთსაგან რამდენი სხვადასხვანაირი ფრინველი არსებობს. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, ზურა, მე მაინტერესებს თქვენი აზრი აი ზოგადად ჩვენ გადაცემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ის თემა, ეს საქმე, რომლითაც რაღაც ახალ სიტყვას ვიტყვით საზოგადოებაში და ეს იქნება ყველასთვის საინტერესო და მისაღები. თქვენ რა სიტყვით? დიახ, ძალიან საინტერესო არის თქვენი გადაცემა. მე ყველა ბავშვს ურჩევ რომ უყუროს ამ გადაცემას ხოლმე. მიიღოს უზარმაზარი რაოდენობა ინფორმაცია, რომელიც თქვენ გადაცემებში გაატარეთ, ასე ვთქვათ, ამ გადაცემების განმავლობაში თქვენ ჩაწერეთ და ძალიან კარგი საქმე არის და ძალიან, ასე ვთქვათ, კარგია რომ ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ამ საქმეში. რა თქმა უნდა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ცნობიერება უნდა ჩამოყალიბდეს ბავშვობიდანვე, რომ შემდეგ დამოკიდებულება იყოს ჯანსაღი. ახლა ჩვენ გვაქვს ესეთი ტრადიცია, გადაცემის ბოლოს ვაჯამებთ ხოლმე ჩვენ შეხვედრას და ამ ტრადიციას მიუმართოთ გავიხსენებთ ისევ. ფრინველთა მიმოფრენას ძირითადად წელიწადში ორჯერ, ანუ განაპირობებს მათთვის საკვების მოპოვება და ასევე კლიმატის ცვლილება. გავიგე რომ ბათუმის დარბაზს აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა, რომელიც ძალიან სასიხარულო ფაქტია. დღეს ნამდვილად ძალიან საინტერესო თემა შევეხეთ და მე გავიგე, ბევრი ინფორმაცია მივიღე და გავიგე რომ თითქმის ვერ ნახავ მხოლოდ და მხოლოდ მარტოხელა გადამფრენ ფრინველს. ამიტომ ამ მიერიდან დაკვირვებას მხოლოდ და მხოლოდ ჯგუფზე ვაწარმოებ. გავიგე რომ ყველა ფრინველს არ ეწოდება გადამფრენი და რაც მთავარია საქართველოში ნენა ვითარდება ფრინველებზე დაკვირვება. და ყველაზე მთავარი რაც არის, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით, ანუ ფრინველების გადამფრენის თვალსაზრისით და საქართველოში ბევრია ის მათი საბუდარი ადგილები, რომლებიც არ უნდა მოვშალოთ და არ უნდა დავაფრთხოთ და შევაშინოთ ეს ფრინველები. მოკლედ, ჩვენი გადაცემა დასრულებულია. მადლობა თქვენ და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.